კარგი თამაში უნდა გამოვიდეს ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს. აქ დამუშავებული კომბინაცია და რთმა და ბრწყინვალე გოლი, რომლითაც იხსნება დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში. გიორგი კუცია გატანილი გოლის ავტორი. გოლი გამოვიდა კიდევ ერთხელ განმეორებით ჯინჯოლავა, ყუდუშაური და მერე უკვე კუციას შორეული გასროლა. ბრავო, ბრავო, ამ ტურის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გავიდა, შეგვიძლია ვთქვა. და თან ძალიან კარგად იყო დამუშავებული, აქ იმდენად აქცენტი კეთდებოდა ყუდუშაურზე, ბუნებრივია და ყველა ველოდით რომ საჯარიმოში უფრო სიღრმეში მეკარესთან ახლოს აკეთებოდა გადაცემა. ტრადიციულად პრინციპში როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არაორდინალური გადაწყვეტილება რაც მიიღეს ამ შეხვედრაში სტუმრებმა აღმოჩნდა წარმატებული და გიორგი კუციას პირველი გოლი იბერიას შემადგენლობაში შესრულებით. აქ ვნახოთ ეს შეტევა ზაგანია, უახლოვდება საჯარიმოს, თავადვე დაარტყამს, კი თავადვე დაარტყა და გაიტანა 0-2 ამირან ზაგანიას ზედიზედ მესამე შეხვედრაში გატანილი გოლი ბრწყინვალე ფორმაშია იბერიელთა ცხრიანი ეპიზოდი და არც შემცდარა არ იყო აქ მე მგონი არანაირი თამაშგარე. ბრავო, ბრავო ამირან ზაგანიას საჯარიმოს გარედან არა, მაგრამ ფაქტობრივად უკიდურეს შორეულ კუთხიდან, საჯარიმოს კუთხიდან მოახერხა თავისი გუნდის სასარგებლოდ უკვე ორბურთიანი სხვაობის დაფიქსირება. ძლიერი ზუსტი დარტყმა ამ ბურთის მომგერეობა ძალიან რთული იყო დამეთანხმებით. კიდევ ერთხელ განმეორებით ყოჩა ამირან ზაგანიას, ესე იგი გაუტანა მეშახტეს შეხვედრაში, რომელიც 2-2 დასრულდა, გაუტანა ბათუმის დინამოს წინა თამაში და ახლა უკვე გაუტანა თბილისის სპაერს. და არ გვინახავს იბერიელთა კართან ასკურავამ დაარტყა. აი მომენტი. აი ზუსტი და სახიფათო გასროლა ამ შემთხვევაში სპაერის მე-6 ნომრის შესრულებით. იბერიელს გადაკეტილი აქვს ფაქტობრივად საჯარიმოს მისადგომები, ასე დროს ის ძალიან მცირე სივრცე ასკურავა მაქსიმალურად გამოიყენა და მცირე გამართლების შემთხვევაში შეიძლებოდა გოლიც გასულიყო, მაგრამ მოახერხა მეგრელიშვილმა იმ ბურთზე თამაში. კარგი ჩაწოდება და რა ბურთს იგერიებს აქ ფუტკარაძე. ნახავთ განმეორებით ამ მომენტს და შეხვედრაში სწორედ კუთხურიდან შეძლეს გოლის გატანა. ეს კი ეპიზოდი, როდესაც მე მგონი ამისულაშვილი იყო გატანასთან ახლოს. ვერ დავინახე კარგად. სპაერს დაეთყო ის სწრაფი ორი გოლი. აქ ფუტკარაძე ახერხებს თავისი გუნდის გადარჩენას, თორემ ბედოშვილი იყო ჩასაფრებული და ცდილობდა კუთხე დაეკეტა ფეხბურთელებს. 23 ნომრით ნიკოლოზ ჩომახიძე. 3 ჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ, კარგი ჩაწოდება და რტყმა. აი აქ შეიძლებოდა ეს ცვლილება არასრულ 2 წუთში უკვე სულ რამდენიმე წამის უკან ჩაერთო თამაში. აქ ბრწყინვალეთი მოქმედა გოჩა ცირდავან ფლანგზე. მე აქ კოხრეიდის ეს გატარებაც აღსანიშნავია. და პაპუნა ფონიავა რა ახლოს იყო ანგარიში სხვაობის რამისულაშვილის ნახოთ ეს ეპიზოდი, შეიძლება დარტყმა და გადარჩა აქ სპაერი. იქ იყო ვარიანტი რომ დადიანის მმართველობით გაკეთებულიყო გადაცემა, თავის თავზე აიღო. აი აქ იყო ის სივრცე, რაც კინაღამ გამოიყენეს იბერიელებმა გოლის გასატანად. ხო, დადიანი ალბათ უფრო უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა. სახით კარისკენ გაგრას კარში ერთი გოლის გატანა, ბედოშვილის გადაცემა და აქ ლუკას კაფე ვერ გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე. მერე ბაქარ ქარდავამ დაარტყა და თამაშში და შეიგრძნობა ეს ნამდვილად, რომ თითქოს ორივე გუნდი უკვე შეგუებულია ამ ანგარიშს და დიდად მოწითი ბოლო მცდელობა იმისა, რომ უკვე ბოლო წუთები დაძაბოს, ცეცხლაძის მმართველობით კეთდებოდა პასი. პირტახია აბზადებს აქ დარტყმას, დაარტყა და მეგრელიშვილმა მოიგერია საკმაოდ რთული ბურთი. პირველი მცდელობა. ზოგი განმეორებით თქვენს ეკრანებში. საკმაოდ დიდი სივრცე გაჩნდა, ერთ-ერთი იშვიათი შეცდომა, რომელიც იბერიელებმა დაუშვეს დღევანდელ შეხვედრაში. თუნდაც მსგავსი ტიპის არათუ ბევრი 1-2-იც კი არ მახსენდება. 0-2 იბერიამ ეს შეხვედრა მოიგო გიორგი კუციას მე-9 წუთზე, ადამიანის შაურის გადაცემის შემდეგ გატანილი გოლით და ასევე ამირან ზაგანიას მე-17